ქედაში თევზის და თაფლის რეალიზაციის პრობლემებზე იმსჯელეს აღნიშნული საკითხების ადგილზე შესასწავლად ქედას საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ეწვია. მათ საკალმახე მეურნეობა დაათვალიერეს. აკავრეთა 2007-ის დირექტორის განცხადებით 5 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა თევზის ფასი ბაზარზე საგრძნობლად დაეცა და რეალიზაციის პრობლემა შეექმნათ. მათი თქმით ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ თევზის იმპორტირებული საკვებით ზრდიან, რაც მეტ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ისინი გამოსავალს თევზის გადამამუშავებელი ქარხნის ამოქმედებაში ხედავენ. საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, თევზის და თაფლის რეალიზაციის პრობლემებზე პარლამენტში ჩიმსჯელებენ. Ლაპარაკობთ იმ უდიდეს პერსპექტივებზე, რა პერსპექტივებიც აქვს აჭარაში სოფლის მეურნეობის განვითარებას. მათ შორის ლაპარაკობთ კოოპერატივების განვითარების შესაძლებლობებზე და როგორც ვხედავ, ისევე როგორც დანარჩენ საქართველოში, აქაც ძალიან დიდია ინტერესი კოოპერატივების განვითარებისა და ამავე დროს არის უზარმაზარი პოტენციალი, რომ შევქმნათ მაღალხარისხიანი პროდუქტები, დავასაქმოთ ბევრი ადამიანი. თუ არ მიიღება შესაბამის ზომებს, იგივე სახელმწიფოს დახმარებით, რაც შეიძლება და რაც კეთდება, იგივე აგროსესხებთან მიმართებაში, ეს დარგი, მეთევზეობის დარგი, საერთოდ ჩაკვდება და არ იქნება